მაშასე თქვენ უყურებთ პოლიტიკის დროს მივესალმებით ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს საღამოშტობისა ბატონ დავით დიდი მადლობა იმისთვის რომ წლის ერთ-ერთი ბოლო სტუმარი ხარ გეყოლება კიდევ მოგესალმებით ამ არც თუ პოლიტიკურ დროს რატო პოლიტიკის დროა ეხლა ხარჩება ახალ წლამდე და ესე იგი მაგრამ ყველაზე აქტიური დღეა როგორც ხედავთ და ყველაზე საინტერესო პოლიტიკურად პოლიტიკამ კი არის ეს წლის ბოლო და წლის დასაწყისი და თვის ბოლო და თვის დასაწყისი ამ აზრით კი მოგესალმებით ნებისმიერ შემთხვევაში მოგესალმებით კიდევ ერთხელ საუბარი უნდა დავიწყოთ და დაგვეწყო ყოველ შემთხვევისთვის წლის შეჯამებით და შეფასებით მაგრამ ზუსტად 3 საათის წინ მთავარი პროკურორი გადადგა 5 საათის წინ დაახლოებით თქვენ ამ თემაზე კომენტარი გააკეთეთ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით თქვენ ესეთი რამე განაცხადეთ რომ თქვენი მოსაზრებით თქვენ არ დანიშნავდით მას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მაგრამ თუ კითხავდით თქვენ მოხსნიდით თუ არა გადააყენებდით თუ არა მას თანამდებობიდან თქვენ თქვით რომ დღეს შექმნილ ვითარებაში არა მაგრამ დღეს გავიგეთ რომ ის გადადგა თანამდებობიდან თქვენი აზრი მაინტერესებს რა იყო ამ გადადგომის მიზეზი მე რაც განვაცხადე მე მგონი შემიძლია იგივე გავიმეორო და ამ შემთხვევაში მთავარი პროკურორი გადადგა ის არავის არ გადაუყენებია და შეეხება მის შესაძლო გადადგომას მე ამის თავობაზე რამოდენიმე დღის წინ ოდესაც ვკითხეთ ჩემი პოზიცია იყო ასეთი რომ ყველა თანამდებობის პირი თავად ყველაზე უკეთ ვგრძნობთ იმ ვითარებას რა ვითარებაშიც ვიწევს მუშაობა და თუ შეიქმნა რაღაც გარკვეული გარემოებები მიუხედავად იმისა ეს გარემოებები რამდენად ობიექტურია რამდენად საფუძვლიანია რამდენად მყარია თუ თანამდებობის პირი ხედავს რომ ამ გარემოებათა გამო მოვალეობის ფუნქციების შესრულება სათანადოდ აღარ შეუძლია ამას ყველაზე უკეთ თანამდებობის პირი გრძნობს და პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია გადადგეს თუ არ გადადგეს ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე ეს პოზიცია მაქვს დღესაც რა იყო მიზეზი ეს თავად მთავარმა პროკურორმა ახსნა რა არის მიზეზი მან როგორც ჩანს ჩათვალა რომ შექმნილი გარემოებების გამო, დასმული კითხვების გამო, ამ კითხვებზე გაცემული პასუხების ერთობლიობიდან და ყველაფრიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა თუ იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რაც მთავარ პროკურორს აკისრია, და მე ვიტყოდი ძალიან უმადურ საქმეს, იმიტომ რომ მთავარი პროკურორი ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგი ამბები არ მოაქვს ხოლმე ცალკეული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ათასობით განცხადების განხილვა უწევს პროკურორს, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზეა საუბარი, ასე დროს უმჯობესია მთავარი ბრალდებელი იყოს ალბათ უფრო მყარად წელში გამართული ყველა საკითხზე. ამიტომ ეს მისი გადაწყვეტილება არის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და საქმის ინტერესებიდან ნაკარნახევი, იმიტომ რომ აქ ჩვენ საუბრობთ იმაზე, ვინ იქნება სწორი მთავარი პროკურორი შექმნილ ვითარებაში. ეს რაც მოხდა ეს კარგი არაფერია ამაში, რა თქმა უნდა, სულ რამოდენიმე ორიოდე თვის წინ დანიშნული მთავარი პროკურორი, რომელმაც რაღაც გარკვეული ახლებური პოლიტიკის და გატარება სადა წამოიწყო პროკურატურაში ეს როგორც ნებისმიერ სხვა უწყებაში ხდება ხოლმე, როდესაც მას უწევს გადადგომა, ეს რა თქმა უნდა კარგი მოვლენა არ არის, მაგრამ როგორც ჩანს სხვა ვითარება ჩაითვალა მისი მხრიდან როგორც კიდევ უფრო უარესი ვერსია. ანუ კარგი მოვლენა არ არის გადადგომა, მაგრამ აი ეს შეიძლება შედარება რა უფრო კარგია გამართული წელში გამართული როგორც თქვენ თქვით მთავარი პროკურორი თუ ის ყოფილიყო თანამდებობაზე, რადგანაც კარგი მოვლენა არ არის 2 თვის დანიშნული პროკურორის გადადგომა. რომ აი ეს შეიძლება შევადაროთ ეს ორი საკითხი ერთმანეთს. მთავარი პროკურორი, რომელსაც ვინმე არ აკრიტიკებს, ესე იგი ეს არ არის კარგი მთავარი პროკურორი. კი, მაგრამ კრიტიკაც არის და კრიტიკაც ხო ბატონო? აი ზუსტად თამაშია საქმე. ზუსტად თამაშია საქმე. დღეს მე მანამდე სანამ მეც თავად გავიგებდი ბატონი ოთარის გადაწყვეტილებას, მე მანამდე მომიწია დღეს ბრიფინგზე ამ საკითხზე საუბარი და მე ვთქვი რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელზეც მეც მაინტერესებს პასუხი. იყო ბოლო ხანებში განხორციელებული შესყიდვები, ვთქვათ, ავტომობილის სხვა ეს თემები, რომელიც დაისვა კითხვები და ამ ყველაფრის ერთობლიობაში უნდა მომხდარიყო ალბათ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ პირველ რიგში კიდევ მეორე და ამას ვამბობდი მე დღეების განმავლობაში, რომ მთავარმა პროკურორმა თვითონ უნდა გაიაზროს, როგორც ხვალ შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარემ ზეგ რომელიმე მინისტრმა, რომ ესა თუ ის კითხვა დასმული საზოგადოებაში ადეკვატურად არის პასუხგაცემული,
თუ რჩება ეს კითხვა და სანამ კითხვებია, ჯობია საქმე სხვამ გააკეთოს, რათა ამ საქმეს ხელი არ შეეშალოს. ეს თქვენი პოზიცია იყო და ამას უზიარებდით გუნდში თქვენს თანაგუნდელებს, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის წევრების განცხადება, ცალკეული დეპუტატების განცხადება, რომლებიც მაგალითად იგივე იმ კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს დასამართლეობას, ესე რომ ვთქვათ, თქვენს აღნიშნეთ სხვათა შორის დღეს ეს, რომ მაღალი დონის მორალური პრობლემა არ არისო, თქვენ ესეთი რამე განაცხადეთ. იქნებ გვითხრათ, მაშინ რა იქნებოდა მაღალი დონის მორალური პრობლემა მთავარი პროკურორისთვის თქვენი გადასახედიდან. თუ თვლით, რომ დასამართლეობა ამ შემთხვევაში არ იყო მაღალი მორალური პრობლემა. მე კიდე გამემეორებ. დიახ. რაც თქვი დღეს და კიდე ვიმეორებ, ჩემი ეს განცხადება იყო რამოდენიმე საათით ადრე, სანამ ბატონი ოთარი განცხადებას გააკეთებდა. მე იმის თაობაზე, რომ ბატონი ოთარი აპირებდა გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას, მე პირადად გავიგე 15 წუთით ადრე, სანამ თანმა საზოგადოებამ. მანამდე ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, რომ ამ კონკრეტული ფაქტის გამო გერმანიაში მომხდარი მოვლენა, რომელსაც მოყვა გერმანიული მართლმსაჯულების ჩარევა და ასე შემდეგ. ამ ეს ფაქტი ჩემთვის პირადად რო ყოფილიყო ცნობილი და მე ყოფილიყავი ადამიანი, ვინც ნიშნავდა ან არ ნიშნავდა ამ თანამდებობაზე, ბატონ ფარცხალაძეს თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს, მე თავს შევიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. ანუ პრემიერის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებთ ამ საკითხში. მე არ ვიცი პრემიერმა რამდენად დეტალურად იცოდა ეს თემა. ანუ შეიძლება თქვენ უშვებთ იმის ალბათობას, რომ პრემიერმაც ისევ როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ გიგი უგულავასგან შეიტყო. მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ ყველა დეტალი არც პრემიერმა იცოდა დეტალურად. იმიტომ რომ ეს მოხდა სხვა ქვეყანაში, ეს მოხდა რამოდენიმე დიდი ხნის წინ. ეს მონაცემები და ინფორმაცია რამდენად არის დაცული საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების არქივში, მე არ ვიცი და როგორც ირკვევა არ სულ დაცულია. ისე თავად ფარცხალაძეს თუ უნდა განეცხადებინა ეს, რომ დასამართლეობა იყო მის ბიოგრაფიაში. მე ამის თაობაზე დეტალური საუბარი გამიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ამაზე არ ვიცი, შემიძლია 10 ჯერ გავიმეორებ და იგივე, მაგრამ კი ბატონო, შეგვიძლია ამას მივუძღოთ მთელი ეთერი, რომ ეს დეტალები რომ ცოდნოდა და მე ყოფილიყავი გადაწყვეტილების მე ჩემს პოზიციას ვამბობ, შესაძლოა მე არასწორი ვიქნებოდი. არ დავნიშნავდით ხო, მაგრამ თუ მივიღე გადაწყვეტილება და დავნიშნე პროკურორი და მან დაიწყო ასე ძალიან მნიშვნელოვანი თემებთან შეჭიდება ამ შუა გზაზე, ამ ფაქტის გამო, რაც მოხდა 15 წლის წინ, მას მე თანამდებობიდან არ გავათავისუფლებდი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საკითხები მის შესახებ. დღეს გუშინ, მას შემდეგ რაც თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი ოთარი, რა ნაბიჯები გადადგა და რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯები და რამდენად გამართლებული. მაგალითად იგივე $100,000 ავტომობილი შეძენა, ეს გახდა საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა, ხო? მე ვამბობ, თუ ეს არის რაიმე სპეციალური ჯავშან საშუალებებით აღჭურვილი მანქანა, რომელიც ჩაითვალა, რომ ასეთ ძიმე საქმეებთან შეჭიდებულ თანამდებობის პირს ჭირდება უსაფრთხოებისთვის, ну მაშინ შესაძლოა ორი ამდენიც ჭირდება, არ ვიცი, უსაფრთხოებას, მე არ ვიცი. მაგრამ თუ ეს არის უბრალოდ სუპერ კომფორტული ავტომობილი, ну მაშინ მე ეჭვმეპარება ასეთი გადაწყვეტილების ისტორიაში, პირიქით დარწმუნებული ვარ, არასწორია ეს გადაწყვეტილება და ასეთი ტიპის არასწორი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი სხვა შემთხვევებში რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა ეჭვი მიჩნდება და კითხვა მიჩნდება. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ მიმდინარე დღევანდელი მოვლენები ამა თუ იმ თანამდებობის პირის გაცილებით მნიშვნელოვანია დღეს ვინ როგორ იქცევა რა გადაწყვეტილებას იღებს. იგივე თავარ პროკურორთან დაკავშირებით, არა? თავარ პროკურორთანაც, ნებისმიერ თანამდებობის პირთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან. მაგალითად პარლამენტში დაისვა ეს საკითხი და მე დამისვეს ეს საკითხი. რომ პარლამენტს ბიუჯეტში დარჩა ეკონომია დაახლოებით $9,000,000 და ეს რაღაც პრემიებად ხომ არ შეიძლება გაიცეს. ეს კითხვა დაისვა. არ აქვს უშუალობა ამ შემთხვევაში ვინ? უმრავლესობიდან თუ უმცირესობიდან ბატონ და უმცირესობიდანაც და უმრავლესობიდანაც ვამბობ ღიად. რატომ? იმიტომ რომ აი სხვები ასე აკეთებენ. ახლა მე ვამბობ ამ სტანდარტზე აქვს საუბარი და არა გვარებზე და სახელებზე. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე კინაღა პარტიიდან გაირიცხა, იმიტომ რომ მან ახალი ავტომობილი შეიძინა. ისე თქვენ საინტერესო განცხადებას გააკეთეთ ამ თემაზე, ჩვენ ამ თემას მეუბრუნდებით. ეს არ შეიძლება იყოს ერთი თანამდებობის პირის პრობლემა, ეს უნდა იყოს სტანდარტი ნებისმიერი თანამდებობის პირის და ჩვენ უნდა შევისწავლოთ და გავარკვიოთ. კი ბატონო, სტანდარტებზე ვისაუბროთ. ორ კითხვა დაგისვამთ ისე პროკურორთან დაკავშირებით. პირველი, ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას, ანუ გადადგომას. მათ ესეთი რამე განაცხადეს, კონკრეტულად გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების მარცხი. გიგა ბოკერიამ კი მოგიწოდათ ხელისუფლებას, რომ შეცვალოთ პოლიტიკა და შეწყვიტოთ პოლიტიკური დევნა ოპონენტების, რომ ეს იყოს ერთგვარი გაკვეთილი თქვენთვის.
ეს თქვენ პლუსად მიგაჩნიათ თუ მინუსად ის რომ ეს გადაწყვეტილება დღეს ფარცხალაძე მიიღო რა ესე იგი თუ ფარცხალაძე იქნებოდა თანამდებობაზე და გაბაშვილს დაუსვამდნენ კითხვას ხელისუფლება როგორ იქცევა ისი პასუხი იქნებოდა რომ ხელისუფლება მარცხდება იმიტომ რომ ვერ უმკლავდება პრობლემას და ფარცხალაძე ისევ თანამდებობაზე ფარცხალაძე გადადგა იმავე გაბაშვილს კითხეს რას ფიქრობოდა ეს არის ხელისუფლების მარცხი იმიტომ რომ ფარცხალაძე გადადგა ეს არის ძალიან იაფასიანი და დარე ხარისხის ოპოზიციური დამოკიდებულება როდესაც რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მაინც მოიძებნება არგუმენტი იმის სათქმელად რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება ეს არასწორი მოქმედებაა და ასე შემდეგ ამიტომ მეგონი აქ სიახლე არაფერია ამას არ ჭირდება გაბაშვილის დონის ესე იგი და გამოცდილების ოპოზიციონერი ამას ნებისმიერი დამწყები პოლიტიკოსი ასე გიპასუხებთ უცებ რაც შეეხება ბოკერიას შეგონებებს მე თავს შევიკავებ მისი კომენტარისგანაც და საერთოდ ასე ვთქვათ გამხსობისგან. მაშინ მე ესე გკითხავთ ასე დაგისვამთ კითხავს თქვენ თქვით რომ თავისთავად ის ფაქტი რომ 2 თვის დანიშნული მთავარი პროკურორი გადადგება თანამდებობიდან ეს ძალიან ცუდია მაგრამ საზოგადოება როგორ გაიგებს ამ გადაწყვეტილებას არ ფიქრობთ რომ დადებითი შეფასება მოყვება ამას ხელისუფლების მისამართით რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღო ფარცხალაძემ საზოგადოებამ უნდა ასევე აწონ-დაწონოს და მიიღოს ჩამოიყალიბოს თავისი აზრი ახლა მე ვერავის ვერ მუკარნახებ რა როგორ ჩათვალონ საზოგადოებისთვის მეგონი მთავარი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აქვს არა იმას რა გვარის კაცია მთავარი პროკურორი არამედ იმას რამდენად კარგად უძღვება თავის საქმეს მთავარი პროკურორი არა ამასაც თქვენდა ბატონ დავით ალბათ ნახავდით საზოგადოების რეაქციასაც შეიძლება მან მივიდივარ სწორედ დიახ საზოგადოების ის ნაწილი რომელიც თulis რომ შექმნილ ვითარებაში კონკრეტულად ბატონი ფარცხალაძის გარშემო შექმნილი ვითარება მას ხელს შეუშლიდა ეფექტური სისხლისამართლებლური პოლიტიკის განხორციელებაში დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ კმაყოფილი უნდა იყოს იმითი რომ ახლა სხვა მოიძებნება რომელსაც ეს თემები და ეს პრობლემები არ ექნება საზოგადოების ის ნაწილი რომელიც თulis რომ ოღონდ ის ბოროტმოქმედნი ვისაც ისინი თავად საზოგადოება ასეთად თulis იხილოს ვარცხაჯულების წინაშე მიყვანილი და ვინც არ უნდა მიიყვანოს ის ფარცხალაძე იქნება თუ სფაშვილი ამ მნიშვნელობა აქვს ნუ შეიძლება არ იყოს თქვა კმაყოფილი და თქვას რომ ასეთი კაცი აი ენერგიულად დაიწყო საქმე და რატო ჩამოაცილეთ თანამდებობას პირადად ჩემი დამოკიდებულება ასეთია რომ ფარცხალაძე მიიღო გადაწყვეტილება და მე ვეუბნები რომ ეს იყო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და პროკურატურა გააგრძელებს საქმეს პროკურატურა დიდი ორგანიზაცია მას ეყოლება ახალი მთავარი პროკურორი ალბათ ახალი მთავარი პროკურორი თუ იცით სავარაუდო კანდიდატების შესახებ პრემიერმა გადაწყდა რომ არც მინდა ვიცოდე ეს არის იმ ადამიანის კონსულტაციები ქონდეთ ამსურს იმიტომ მე ვსურს კონსულტაციები თუ დადგება საკითხი მაგალითად ხვალ მარეგულირებელ კომისიაში კანდიდატურის შერჩევაზე ანუ იმ საკითხებზე რომელსაც პარლამენტი წყვეტს ჩვენ გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სამთავრობო გუნდს გამოუცხადეთ ნდობა და ამის შემდეგ ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოსახლეობის წინაშეც და ჩვენს წინაშეც მიიღონ შექმნილ ვითარებაში ყველაზე უფრო სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ჩვენ ასეთივე ნდობა გამოუცხადეთ მაგალითად ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც, მაგრამ გავიგეთ რომ იუსტიციის მინისტრიც არ იცნობდა მთავარ პროკურორს, უბრალოდ ენდომთ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უნდა წარადგინოს. ხო, შემდეგ ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევებისგან რო ვიყოთ დაზღვეული, ალბათ იუსტიციის მინისტრი უნდა იცნობდეს მთავარ პროკურორს, არა? მარტო ნაცნობობით არა. უნდა იცნობდეს, პრემიერ-მინისტრს უნდა იცნობდეს და ეს კონკრეტული საკითხი, ჩემი აზრით, პირველ რიგში მთავარი პროკურორობის მსურველთათვის, ან ამისთვის მზადყოფი ადამიანებისთვის იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი, რომ როდესაც საჯარო ასპარეზზე გამოდიხარ, ცხოვრების თითოეული დეტალი, თითოეული ეპიზოდი ხდება გამადიდებელი ქვეშ და საზოგადოებას უჩნდება კითხვები და იმითი თავის დამშვიდება რომ ამ კითხვებს სვამს საპატიმრო ადგილებში მყოფი პირი ან წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ან ისეთი ბოროტმოქმედი ვინმე ვისაც ჭუა არ მოეკითხება და საერთოდ რატო ლაპარაკობს თადე ეს არის არასერიოზული არგუმენტები ნებისმიერი კითხვას ხელისუფლებამ უნდა გასცეს დამაჯერებელი პასუხი დამაჯერებელი საზოგადოებისთვის მე ნაკლებად მაინტერესებს რა იქნება დამაჯერებელი ბატონი უგულავასთვის თუ თქვენს მიერ ნახსენების სხვა პირებისთვის მე მაინტერესებს რამდენად დამაჯერებელი იქნება პასუხი საზოგადოებისთვის და როგორც ჩანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი ფარცხალაძისგან ზუსტად ამისი გააზრება მოხდა რომ საზოგადოებისთვის
ყველა პასუხი და ყველა მოქმედება და რეაქცია მისი მხრიდან თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან ჩემი ჩათვლით არ იყო მთლად დამაკმაყოფილებელი და მთლად ადეკვატური და მისაღები და მიიღო ეს გადაწყვეტილება. კიდევ მე როცა ვამბობ ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება, კარგი ფაქტი და მოვლენა. მე ამაში იმას კი არ გულისხმობ, რომ მაინც მისი დარჩენა იქნებოდა უკეთესი. თავისთავად ის ამბავი, რომ ორ თვეში უწევს წასვლა თანამდებობის პირს, ეს არ არის კარგი, მაგრამ მეორე მხრივ თანამდებობის პირები მანამდე უნდა ვიყოთ თანამდებობაზე, სანამ შეგვიძლია ჩვენი მოვალეობის შესრულება. კი ბატონო, გასაგებია თქვენ ახლა ახსენეთ იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციაზე ესეთი რამე განაცხადეთ, რომ ერთგვარად უკმაყოფილო ხართ იმ პასუხებით და იმ ტემპით, რომლითაც თქვენამდეც მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. საუბარია მისი სასჯელახშულების დაწესებულებიდან გაყვანასთან დაკავშირებით და მთავარი პროკურორის ოთახში ყოფნასთან დაკავშირებით. ანუ როგორც ხვდებით, თქვენი ეს ერთგვარი უკმაყოფილება მთავარ პროკურატურას ეხებოდა. ასე გამოდის, ბატონ დავით? მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი უკმაყოფილების თემა. ტელემაყურებელი, რომელიც გვიყურებს, მიუხედავად იმისა, ვისი მხარდამჭერია პოლიტიკურად. იმსახურებს იმას და აქვს უფლება იმისა, რომ ამ ტიპის საკითხებზე გაცილებით უფრო სწრაფად შეიტყოს ვერსია ოფიციალური და დადასტურებული სათანადო ორგანოების მხრიდან, ვიდრე ეს მოხდა ხდება კონკრეტულად ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ თავიდან ვანო მერაბიშვილის განცხადება, როდესაც გაისმა, იყო ბევრნაირი შეფასება, მათ შორის ის, რომ მისი მოგონილია, შესაძლოა ნაწილია მოგონილი, შესაძლოა სრულად არის მოგონილი, დაუშვათ ის შესაძლებლობას, რომ არაფერი არაა მოგონილი. ასეთ შემთხვევაში ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს, იმიტომ რომ თავისთავად პროკურორს პატიმართან დაკავებულ პირთან შეხვედრის უფლება აქვს, პროკურორს უფლება აქვს პატიმართან ისაუბროს ძალიან ბევრ თემაზე. ოღონდ სად? ხო, ამასაც მათ შორის საპროცესო გარიგების და ასეთ თემებზე, მათ შორის სხვადასხვა ისეთ საკითხებზე, რომელიც პროკურორის და პატიმრის სასაუბრო თემაა და ისინი რაღაცა ოპერას თეატრზე არ ლაპარაკობენ ხოლმე. ამასობაში ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ხდება ეს, ღამის საათებში, დღის საათებში და რამდენად დაცულია პროცედურები და სად ხდება ეს. იმიტომ რომ პატიმრები ასევე სხვადასხვა დაწესებულებებში გადაყავთ ხოლმე ერთი ადგილიდან მეორე ადგილში, მეორედან მესამე ადგილში. მაგრამ თუ რაიმე ამდაგვარი მოხდა, მაშინ ჩვენ მე მგონი ვიმსახურებთ იმას ყველა ერთად, რომ ვიცოდეთ, რომ ეს ასე მოხდა. ეს არ მომხდარა. ამის საჭიროა ბატონო. პროკურატურამ უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და კანონიას პარნახობს ამასთან დაკავშირებით. პროკურატურა იწყებს შელობას თუ რეაგირებას დანაშაულის ფაქტზე. დიახ. ეხლა მაგალითად საპატიმრო დაწესებულებებში ბატონი მერაბიშვილი რომ დაამტკნარებს ეს უკვე იცის მთელმა საქართველომ, იმიტომ რომ დიდია ინტერესი მის მიმართ. საპატიმრო დაწესებულებებში არის კიდევ 13000 პატიმარი. 13000 პატიმარი საშუალოდ დღეში წერს 200-300 საჩივარ სხვადასხვა თემაზე. ესე იგი, ყოველ დღე 200 და 300 საქმე აღძრას პროკურატურამ, იმიტომ რომ პატიმარმა ეს განაცხადა, ეს არ არის სწორი. სწორი არის სხვა რამ, სასჯელახსულების დაწესებულება ჩვენ იმიტომ გვაქვს, მთელი სამინისტრო გვაქვს ამისთვის გამოყოფილი. სამინისტრო არსებობს, რომელიც უვლის პატრონობს ამ უწყებას, ამ მეურნეობას და მათ შორის იცავს იმ რეჟიმს, რაც დადგენილია ძილისთვის, ადგომისთვის, დაკითხვისთვის, შეხვედრისთვის, ტრანსპორტირებისთვის, გადაადგილებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი აზრით სრულიად სწორი იყო ის, რომ სამინისტროს განცხადება იყო, რომ მათ დაიწყეს ამ საკითხის მოკვლევა, რომ იმ დროს, იმ პერიოდში, წინ თუ შემდეგ თუ, არ ვიცი, იმ შემოგარენში დროის თვალსაზრისით, რა ხდებოდა იმ დაწესებულებაში, ვინ შევიდა, არ გამოვიდა, არ შევიდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, საკამერისი რეაგირება ხდება ამ კუთხით? მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბატონ დავით, იურისტები, თქვენი კოლეგები, საუბრობენ იმის შესახებ, რომ პროკურატურას არჩევანი არ ქონდა, რომ დაეწყო თუ არ დაეწყო გამოძიება ამ საკითხზე. კანონი თავად კარნახობს იმას, რა უნდა გააკეთოს პროკურატურამ მსგავს შემთხვევაში. თქვენ ჩემზე უკეთესად მაგახსენებათ, ახლა კანონი და არღის ალბათ ეხლა კანონის წაკითხვა. ნამდვილად არღის, იმიტომ რომ ამდენი მართლა ვიცი. დიახ. ამდენი მართლა ვიცი, რომ პროკურორი ვალდებულია განიხილოს ყველა ინფორმაცია, გინდ გაზეთში დაიბეჭდოს, გინდ ახლა ჩვენგან მოისმინოს, აი მე თქვენ გეუბნებით, რომ მართლა არ ვამბობ, პროკურორებო, მაგრამ აი რომ შემოვდიოდი თქვენს შენობასთან, ნახე, რაღაცა, შევესწარი იმას, როგორ დაცვალდა ერთი მეორეს ვიღაცას. აი თქვი, დიახ, ვალდებულია პროკურატურა ამის თაობაზე ჩახედოს რამე ხომ არ მოხდა ასეთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,
რომ პროკურორი ვალდებულია ყველა ასეთ განცხადებაზე, ყველა პატიმრის ყველა განცხადებაზე დაიწყოს დაკითხვა, მოკვლევა, ვიღაცა დააკავოს, ვიღაცა ბრალი წაუყენოს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი და სწორი ეტაპი იყო ის, რომ დაწესებულება სამინისტრო, ვის გამგებლობაშიცაა ეს სისტემა, მან გვითხრას მკაფიოდ მოხდა პატიმრის გაყვანა იმ დაწესებულებიდან თუ არა. იმ ღამეს ვინმე იყო შესული იმასთან თუ არა. თუ იყო ვინ იყო და როგორ იყო. აი ეს პირველადი მასალა, რომელიც დაიდება სახელმწიფო უწყების მხრიდან და არა სამთავრობო, არა ჟურნალისტური, არა საპარლამენტო გამოძიებიდან, შეიძლება გახდეს ან არ გახდეს პროკურატურისთვის უკვე კონკრეტული გამოძიების დაწყების საფუძველი, იმიტომ რომ ნებისმიერ სიგნალზე რამე დარღვევის, რომ იღძურებოდეს სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიებლები და დეტექტივები დარბოდნენ აქეთ-იქეთ, რომელი იურისტი ლაპარაკობს ამას მითხარით. ეხლა საკითხი მის შესახებ, რომ პირდაპირ პროკურატურას შეეძლო დაეწყო მისი გამოძიება. დიახ, შეეძლო, უფლება ჰქონდა. მაგრამ ასევე ეს უფლება და ვალდებულება აქვს იმ სამინისტროს, რომლის კონტროლის სფეროშიც მოხდა ან არ მოხდა მსგავსი მოვლენა. ანუ პროკურატურა შეეძლო, მაგრამ ამავე დროს არ შეეძლო, ბატონ დავით, ასე გამოდის. დიახ, ასე, ამას ქვია დისკრეცია, ქალბატონთია. თქვენ დღეს მე ხომ მომიწვიეთ? დიახ. ხო შეგეძლოთ არ მოგეწვიეთ? კი, შეგვეძლო. ალბათ, ხო? ძალიან ასე მარტივად არის ეს ამბავი. შეგეძლოთ მოგეწვიეთ, შეგეძლოთ არ მოგეწვიეთ. გავაკეთე რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რომელზეც თვლით რომ მნიშვნელოვანია და საზოგადოებას უნდა ამცნოთ. მაშინ მიწვევთ. შეიძლება თქვენ დღეს გისაყვედუროთ ვიღაცამ, რომ კი მარა რა ჟურნალისტი ხარ? დღეს ხო შენ აი ეს უნდა მოგეწვია, აი ნახე რა მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მაგრამ ამასობაში თქვენ ის ინფორმაცია მიიღეთ და ჩათვალეთ მნიშვნელოვნად, მაგრამ არაიმდენად მნიშვნელოვნად, რომ აქ ეხლა სხვა მჯდარი ხო. მე არ ვიცი კიდევ უფრო დეტალურად როგორ ახსნა ეს ამბავი. გასაგებია. დავველოდებით ჩვენ ვიმეორებ, რომ პრობლემა ამ საქმეში არის არა ის, ვინ დაიწყო ან არ დაიწყო გამოძიება. არამედ ის, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ აგერ 30 დეკემბერია, ორ კვირაზე მეტია გასული, თუ დაახლოებით 2 კვირაა გასული მოვლენების შემდეგ და ჯერ კიდევ სახელმწიფო უწყების მხრიდან, არც ერთის მხრიდან არ ვიცით კონკრეტულად რა გარემოებები დადგინდა მათი მოკვლევის შედეგად. აი ესაა პრობლემა. კი ბატონო, ჩვენ მივადევნებთ თვალყურს, როგორ განვითარდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა შედეგს დადებს გენინსპექცია ამ საკითხზე, სასჯელოსროლების. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე წლის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო თემაა, ეს ეხება გიგი უგულავას. თქვენ ესეთი რამე განაცხადეთ. მინდა ვიხილო საქართველოს, სადაც ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლისთვის წაყენებული ბრალი შიგნითაც და გარეთაც აღიქმება როგორც მართლმსაჯულების ზეიმი. ეს სურვილი გამოთქვით თქვენ, მაგრამ მე მინდა გკითხოთ, რამდენად ჯდება ეს სურვილი იმ კონტექსტში, იმ გადაწყვეტილების კონტექსტშიც, რაც გამოიტანა მოსამართლე დალიმეტრეველმა გიგი უგულავას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ღამის პირველ საათზე ზეპირი მოსმენის გარეშე. ბატონ დავით, ჯდება თუ არა? მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ იმავე დღეს მან გირაო შეუფარდა 50,000 ლარის ოდენობით. მე მზად ვარ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც აქვს განცდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს გამოტანილი ზეპირი განხილვის გარეშე, აი ახლა ვაცხადებ. გნებავთ ხვალ, გნებავთ 2-3 იანვარს ნებისმიერ დროს, ერთად შევიტანოთ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ავკრძალოთ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თქვენ მომხრე ხართ ამ ინიციატივას. ანუ თქვენ ამ ინიციატივას აყენებთ ახლა. მე ვაყენებ საკითხს იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ ჰქონდეს უფლება მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანოს მოსმენის გარეშე. სამწუხაროდ მე ამას სამწუხაროს ვუწოდებ. ჩვენი სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების კანონმდებლობა წლების განმავლობაში მოეწყო და აეწყო ისე, რომ დიახ ასეთი მოსმენის გარეშე ხდება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, უზენაეს სასამართლოში, აი თუ დაინტერესდებით, გაიკითხეთ, უზენაესი სასამართლო, ყველაზე მაღალი ორგანო, რამდენ გადაწყვეტილებას იღებს მოსმენით და რამდენს იღებს მოსმენის გარეშე. იმიტომ რომ ამ კონკრეტულმა თემამ და ამ თვალსაზრისით მე მადლობა მინდა მოუხადო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, რომ ეს თემა გააქტუალურეს და ამითი გამოაჩინეს და წარმოაჩინეს მათივე შექმნილი მართლმსაჯულების სისტემის ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც ჩვენ ახალმა ხელისუფლებამ 1 წლის განმავლობაში არ მივხედეთ სათანადოდ და უნდა მივხედოთ.
იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილებები და ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება სასამართლოსი. ეს არის შესაძლოა ბოლო გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მაგრამ კიდე გეუბნებით, იქნებ ვინმე დაინტერესდეს წლების განმავლობაში რამდენი გადაწყვეტილებაა გამოტანილი მოსმენის გარეშე და რამდენ ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ მას არ მიეცა საშუალება თავისი პოზიციები და უფლებები დაეცვა. და პოზიციებში და უფლებებში ეს განსხვავება არ არსებობს, ეს არის მაღალი თანამდებობის პირის თუ დაბალი ადამიანის უფლებები. აი იმითი რომ ასეთია პრაქტიკა, ასეთია სასამართლოს საქმიანობის წესი და ასე მუშაობს ეს ხალხი. ამიტომ მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ ნაწილში სასამართლოებს უკიდურესად უნდა შეეზღუდოთ მხარეების მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღება, თუ მხარეები ამის თაობაზე არიან ინფორმირებული. იმიტომ რომ ზოგჯერ არის სიტუაცია, რომ არ გამოცხადდებით სასამართლოში და ამიტომ იძულებულია სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩემი აზრით მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს, რომ მოусმინოს მხარეებს, გამართოს განხილვა, ისე როგორც სხვა საკითხებზე იმართება ხოლმე და მე ეხლა ვინმე შემომიერთება თუ არ შემომიერთება, აი ამ იანვრიდან მე პირადად ჩემი თანაშემწეები მუშაობენ ამ კონკრეტული კანონპროექტის ინიცირებაზე, რომ ეს საქმე მოგვარდეს. არა უგულავასთვის მოგვარდეს, არამედ ყველა მოქალაქისთვის მოგვარდეს და ისე როგორც დღემდე ათასობით მოქალაქე იყო ასეთი გადაწყვეტილებით ხელში, მას ეუბნებოდნენ, რომ იცით რა, არიყავი, მაგრამ ესეა უკვე გადაწყვეტილი. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. გასაგებია, ნახოთ ვინ შემოგიერთდება და ვინ დაგიჭერთ ხარს ამ ინიციატივაში, მანამდე რადგან სასამართლოს შევეხეთ, სასამართლოს მუშაობით რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ და რამდენად დაისახა ის რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გულწრფელად ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩამეთვლება რაღაცა, ესე იგი არა როგორ, მოკლედ ან ზეწოლაში, ან დადანაშაულებაში და ასე შემდეგ. კარგი, მაშინ ამდენად კმაყოფილი ხართ იმ რეფორმის შედეგით, რაც გაატარეთ ამ წლის განმავლობაში. რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში სისტემურად აღარ ერევა. ნუ აი დალიმეტრეველის გადაწყვეტილება ზეწოლად ახსნეს ბატონო და. ახლა ვინათი ახსნა ეს მე ნაკლებად მაინტერესებს უკაცრავად. ნაციონალური მე ვიცი რომ დალიმეტრეველთან არ დამირეკია, მე უგულავა გაუშვი სამსახურიდან მეთქი. ნამდვილად ვიცი. თქვენ არ ვიცი სხვა. ხო, აბა სხვა თუ ვინმე დარეკა და ვინმე მოხდა. იყო ნაცვამი რამდენიმე გვარი იყო მაღალჩინოსნის დასახელებული. იმ რამდენიმე გვარზე მე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება იმ ადამიანმა, ვისაც ეს ეხება, რომ მასთან მსგავსი საჩივრით მოსამართლე არ შესულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებია, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილებით კმაყოფილი ძალიან ცოტა რჩება ადამიანი. ეს ის ხალხია, რომელიც აქეთ გვდებდა ბრალს მსგავს განცხადებების დროს და ახლა ამბობენ, რომ აი იმ გადაწყვეტილებაში, ესე იგი, პირველ ნაწილში არ იყო ზეწოლა, როდესაც პატვირობა არ შეუფარდა უგულავას. მეორე ნაწილში იყო ზეწოლა. ესე იგი, ეს როგორ იყო? ნახევრად ზეწოლა იყო, თუ გვერდზეწოლა იყო, თუ როგორ მოხდება ხოლმე ესეთი ამბები. ამიტომ ასეთ საკითხებზე რას ლაპარაკობს ბრალდებული არის მნიშვნელოვანი, მე არ ვამბობ ამას იგნორი უნდა გავუკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანი უდანაშაულოა, სანამ არ დამტკიცდება ბრალი, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ პროცესში, ამ გამოძიების დროს გამოძიება ცდილობს გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი. სად წავიდა თბილისელების, იმ თბილისელების, რომელთა არჩეულია მერიო და როგორ ვაკადრეთ, რომ გადავაყენეთ თანამდებობიდან ვარი ერთი ამბავი, აი ამ თბილისელების კუთვნილი 50 მილიონ ლარამდე თანხა 2012 წლის განმავლობაში სად წავიდა? ამასობაში ეს არის არა რიტორიკული კითხვა, რა ფულზეა საუბარი, არამედ დოკუმენტურად დადასტურებული ფული, ბანკიდან ნაღდი ფულის სახით გამოტანილი, დიდ ჩანთებში ჩაწყობილი და მერე მანქანებით ბანკიდან გატანილი. 2012 წლის მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში 3,4 მილიონი ლარი. აი ეს ფული თბილისელების, თბილისის მერიის სამსახურების სად წავიდა ნაღდი ფული? ამის გარკვევას ცდილობს გამომძიებელი და პროკურორი. ამის თაობაზე უსვამენ კითხვებს კონკრეტული თანამდებობის პირებს, ვისაც ამასთან ჰქონდა შეხება. ამიტომ
მე ძალიან მაინტერესებს ამ საქმის დასასრული და ამ კითხვაზე პასუხის გაგება. კი, მაგრამ ერთი პროცესი მეორე პროცესს ალბათ არ უნდა უშლიდეს ხოლმე. როდესაც მერი საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებაზეა საუბარი, სასამართლოზე არა, ხელისუფლება ცდილობს დაასამაროს თვითმმართველობის ინსტიტუტი. როდესაც არჩეული მერი, რომლის უწყებიდან 50 მილიონი გაქრა და მას არც თვითონ უარყოფს, იმიტომ რომ ნაღდი ფული რო გამოიტანეს იქედან საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულის აქვს, კიდევ მეორე გადარიცხვა სადმეს კი არა. აი ფულის პაჭკები რო გამოვიდა და სადღაც წავიდა. ამ თემაზე კითხვა თავად არჩეულ ბატონ მერს არა აქვს დღემდე არ გაუჩნდა? ან თქვენ არ უკავშირებთ თვითმმართველობის რეფორმას, თვითმმართველობის ინსტიტუტს, მის განვითარებას, მის თვითმმართველობის რეფორმას ვაკეთებთ ჩვენ და საქართველოს 75 რაიონში და ქალაქში შემოგვაქვს არჩეული მერის და გამგებლის ინსტიტუტი. და თბილისში ერთი ცალი უგულავო ყავდა არჩეული და ამით იწონებდა თავს წინა ხელისუფლება. ანუ ჩვენ ვაკლებთ რამე თვითმმართველობას და უგულავაა თვითმმართველობის დამცველი? ან ნაციონალური მოძრაობა? კიდე გეუბნებით, ერთი ცალი უგულავა ავირჩიეთ პირდაპირ ვინც აირჩია და ამას გადაგვაყოლეს და ამითია ერთავე არჩეული მერი ყავს. ჩვენ თბილისის მერს კი არა, ფოთის მერს, ბათუმის მერს, ქუთაისის მერს, რუსთავის მერს, თელავის მერს, ზუგდიდის მერს, მცხეთის მერს, საგარეჯოს გამგებელს, ჩხოროწყუს გამგებელს. ამას ვამბობთ, რომ ახლა პირდაპირ არჩევნები ჩავატაროთ. და ჩვენ ვერჩით თვითმმართველობას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 40-50 მილიონი ლარი. აი ამ თბილისელების კუთვნილი თანხა. სად წავიდა, სად ინახება, იქნებ სადმე შენახულია და ვინმე მიცის. თქვა და პროკურორს არ მოეკითხა ეს ამბავი. ერთი წუთით დაუშვათ. არჩეულ მერს ეს კითხვა არ უნდა დაესვა დღემდე, წელიწადნახევრის განმავლობაში. თავად არ უნდა შემოეკრა განგაშის ზარი. რომ ხალხო, აი, ნახეთ თურმე რა მომხდარა. მე არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ვიღაცას წაუღია 40 მილიონი ლარი თბილისელების ფული. მას არ უნდა შემოეკრა ზარი, თვითონ არ უნდა წასულიყო პროკურატურაში განცხადებით. თუ არ იცოდა და მერე გაიგო. და რო გაიგო, ხო ვიცით. მას შემდეგ არჩეულმა მერმა, რომელიც იმიტომ აირჩიეს თბილისელებმა, რომ მოუაროს თბილის და მოუაროს ამ თანხას. ეს კითხვა არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, ან არჩეული მერის კომპეტენციაში. თუ პირველ რიგში ამიტომ გვინდა ჩვენ არჩეული ხალხი, რომ ეს კითხვები დასვან. თავად უგულავას რო დაესვა ეს კითხვები და გაერკვია ეგ საკითხი, შეიძლება თვითონ მასთან არანაირი კითხვა აღარ ყოფილიყო. გასაგებია. კი ბატონო, თვითმმართველობასაც დაუბრუნდებით, მანამდე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასეთი რამე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახალი წლის შემდეგ მთავრობაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა დავით საგანელიძემ. მან განაცხადა, რომ ახალი სისხლი ყოველთვის სჭირდება მთავრობას. თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია და თუ საჭიროებს როგორ ფიქრობთ მთავრობა ასეთ რეფორმირებას? ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი, რომელიც მინდა პოლიტიკური პოზიციაა და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ინსტიტუციური პოზიციაა, სხვადასხვა ხარისხით ვართ ინფორმირებული თავრობაში მოსავლენების ცვლილებების თაობაზე. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ამის თაობაზე არაფერი არ ვიცი. უმრავლესობის ლიდერმა თუ იცის, ალბათ ამას ანუ მანაც ვარაუდი და თეორიის დონეზე დაუშვა სავარაუდო. თეორია არ ვიცი, ვარაუდი და თეორია მარტივად შემიძლია გითხრათ. მოვა დრო, როდესაც ეს მთავრობა აღარ იქნება საქართველოში. დიახ. მაგრამ ეს დრო იქნება ერთ თვეში თუ 3 წელიწადში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დიახ, მთავრობა იცვლება ხოლმე, პარლამენტიც იცვლება ხოლმე, ამინდიც იცვლება ხოლმე. ეს ზოგადად თეორიულად რა თუ ამას უმრავლესობის ლიდერი და უმცირესობის წარმომადგენელი. რაც შეეხება რაიმე კონკრეტულ დაგეგმილ ცვლილებებს, ეს ასე არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მთავრობა დავამტკიცეთ, ჩვენ იმ გაგებით და იმ აზრითაც დავამტკიცეთ და გამოუცხადეთ დობა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ მას კონსტიტუციის საფუძველზე შეუძლია 5-6 მინისტრის შეცვლა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ანუ ეს მისი უფლებაა. თუ პარლამენტი რაიმე თუ უკმაყოფილო იქნება, შეუძლია უნდობლობის საკითხი დასვას მთავრობის და პრემიერ-მინისტრის შემდეგ. მაგრამ მსგავს წანამძღვრებს მე რაიმე მიმართულებით ვერ ვხედავ. და საფუძველსაც ვერ ხედავთ, რომელიმე სამინისტროსთან დაკავშირებით რა შეიძლება მოხდეს რაიმე ცვლილება? ანუ არისებობს თუ არა თქვენი აზრით აიმე საფუძველი, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით? იცით? კითხვა ესეა, კმაყოფილი ხარ თუ არა მთავრობის? კითხვა ესეა, მე კმაყოფილი ვარ პრემიერ-მინისტრის საქმიანობით. მთავრობის? მთავრობა არის პრემიერ-მინისტრის, ასე ვთქვათ, გუნდი და ის წვეთს, როდის, ვინ, სად, როგორ, რანაირად. კიდე გეუბნებით იმ ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია აწესებს.
და რაც ჩვენ სისტემაშია დადგენილი. მე კმაყოფილი ვარ პრემიერ-მინისტრის საქმიანობით, 2 თვის წინ დავამტკიცეთ ჩვენს მთავრობა, მე არ ვიცი რა მოტივით და რა არგუმენტით შეიძლება 2 თვის თავზე მე ვილაპარაკო იმაზე ამ სადმე პრობლემაა. უკეთ მუშაობა შესაძლებელია, რა თქმა უნდა შესაძლებელია და ვაპირებთ უკეთ მუშაობას პარლამენტის და მთავრობაც. და ბევრი თემაა, ბევრი გამოცანაა, ბევრი პრიორიტეტია წინ. მაგალითად მე დღეს ისიც განვაცხადე ძალიან როგორ გითხრათ ღია და გულახდილი განცხადება ჩემი მხრიდან, შესაძლოა ზედმეტად გულახდილი, როდესაც ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პრიორიტეტია დღეს 30 დეკემბერს და მომავალი წლის განმავლობაში სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ევროკავშირთან. ეს არის ჩემი პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელსაც ექვემდებარება და რომელთან შედარებითაც უკანა პლანზეა გადმოწეული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. არა იმიტომ რომ ისინი უმნიშვნელოა, მე მინდა მივიდეთ იმ დღემდე და საქართველოს ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა, მე კი არ მინდა პიროვნულად. მე ვთვლი, რომ ეს არის ამ სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს უახლოეს, აი თანამედროვე ეპოქაში ყოფნა არ ყოფნის საკითხთან დაკავშირებული თემა. ჩვენ მოვახერხებთ ევროპულ მატარებელში ჩაბმას თუ ვინმე და რამე ხელს შეგვიშლის. ეს ვინმე და რამე შეიძლება იყოს გარეშე ძალა და ვიცით ვის არ სურს რომ ეს ასე მოხდეს. ეს შესაძლებელია იყოს შიდა პოლიტიკური ძალა, ეს შესაძლებელია იყოს ჩვენივე მართველი კოალიციის უნარობა, რომ გაუმკლავდეთ კომპლექსურ გამოწვევებს. სამართალდამცავი მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, შიდა კოალიციური მიმართულებით, ადგილობრივი არჩევნებია წინ. ბატონო დავით, აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა საუბრობს იმის შესახებ და ასევე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებიც საუბრობენ იმის შესახებ. თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომ იგივე გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება, ვანო მერაბიშვილის საკითხი მათ განცხადებებში მოხდა და მათ განაცხადეს, რომ შესაძლოა ამ პროცესებმა ხელი შეუშალოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. მე კითხვა მაქვს სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან. თქვენ მათ ერთხელ წერილით უკვე მიმართეთ. მიმართე იმ წერილით და იმ წერილის ადრესატებთან მას შემდეგ არაერთხელ მქონდა ურთიერთობა და უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა იმ ხალხის, ვისაც მიმართე, ძალიან ადეკვატურად მიიღეს ის, რასაც ვეუბნებოდი და შეეცვალათ მათ აზრი, პოზიციები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. თქვენი წერილის შემდეგ. ჩემმა წერილმა ევროპა შეცვალა უკაცრავად. მაგრამ ცალკეული ადამიანების რომ სხვანაირადაც დაიწყეს საქართველოს აღქმა, ეს ფაქტია და ეს მარტო ჩემი წერილის გამო არ არის, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. დამისახელონ ასე თუ ისე ესეთი დემოკრატიული ქვეყანა, რომლის დედაქალაქში არჩეული მერი არ უარყოფს, რომ მისი უწყებიდან 40 მილიონი ლარი, მათი იმით რო ვთქვათ, ეს ამდენი 20 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით უკვალოდ გაქრა და ეს მერი ელოდება პროკურორის წარდგინებას, მოსამართლე მეტრეველის გადაწყვეტილებას, ვიღაცის შეფასებას და თავად არ გამოდის და არ ამბობს, რომ ხალხო, ჩემო ამორჩევლებო, სანამ ამ 40 მილიონს ვიპოვით, მანამდე მე გადავდექი. მე არ მაქვს უფლება გავაგრძელო ჩემი მოვლენების შესრულება, სანამ არ ვიპოვით. და როცა დაგიმტკიცებთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ და იმპულსაც ვიპოვით, მერე კი ბატონო დავბრუნდები. აი სახალხო პარტიამ და ყველამ ერთად დამისახელონ რომელ ქვეყანაში, რომელი ქვეყნის, ევროპული ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი არ მოიქცეოდა ასე. და თუ მეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენ აქ დემოკრატები ვართ, ჩვენი არჩეული მერები აქ შეგნებული ხალხია და ისინი ასე მოიქცეოდნენ. მაგრამ თქვენ ხო ქართველები ხართ, აი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია და ხლა იმას არ მოეთხოვება, მაგ ხელა დემოკრატიულობა და მაგ ხელა აზროვნება, ამიტომ ახლა ცხადე ის არ გადადგებოდა, მაგრამ აი თქვენ ახალ ხელისუფლებას მოგეთხოვებათ ის, რომ მას ხმა არ გასცეთ და ესე იგი არაფერი არ გააკეთეთ. აი აქ ვართ, ხო? არ დააზარალებს. მოკლედ ესე მივიღებ პასუხს თქვენგან ამ საკითხზე. თქვენგან დააზარალებს. ევროპას კი არა, საქართველოს დააზარალებს, მოკლედ ევროპასთან იმიც კი არა, საქართველოს დააზარალებს ნებისმიერი გადახვევა ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპისგან. ეს არის კანონის უზენაესობა. ნაციონალურ მოძრაობას, რაც თავად დაემართა 2004 წელს. როდესაც მათ ვერ მოთოკეს საკუთარი თავი, საკუთარი
გაქანება, ვნებები, ენთუზიაზმი, რომ გამკლავებოდნენ შევარდნაძის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და ამ მათთან ბრძოლაში და შელახეს კონსტიტუცია, შელახეს კანონი, შელახეს მორალი, შელახეს ყველაფერი და მე ეს გადავიდა, ესე ვთქვა, ჩვევად ექცათ და ასე გააგრძელეს ცხოვრება. ჩვენ ახალ ხელისუფლებას ამ ტიპის საფრთხე არ გვემუქრება მეთქი და როგორ ფიქრობს და როგორ სვამთ კითხვას, მე ამას არ ვამბობ. ეს სისტემებია, რომელიც მუდმივად უნდა შევახსენოთ ყველა ხელისუფლებას. ხელისუფლებამ შიგნით ჩვენ ერთმანეთს და ხელისუფლების გარეთყოფმა ძალებმა, ვისაც ეს ქვეყანა ტკივა და უყვარს, მათაც ყოველდღე უნდა შეგვახსენონ. ამიტომ უკანონობით კანონიერების მიღწევა, უკანონობით ბოროტებასთან გამკლავება, ძალადობით ვინმესგან ჩვენების მიღება, ვიღაცის ციხეში გამომწყვლევა ისე რომ არ არის საკმარისი მტკიცებულები, ეს აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება ქვეყანას. ჩვენ ამისი მაგალითი გვაქვს ნაცმოძრაობის სახით და ამის გამეორებას არ ვაპირებთ. კარგით, ნაცმოძრაობა რადგან ახსენეთ, ამ წლის 11 დეკემბრის სხდომა ალბათ კარგ ხანს დაამახსოვრდება საზოგადოებას. ეს არის სხდომა პარლამენტის სესია, სადაც მოხდა ხელჩართული ინციდენტი დეპუტატებს შორის. გულისხმობ ჯაჭულიანსა და ბარამიძეს შორის. თქვენ მაშინ შესვენება გამოაცხადეთ და თქვით, რომ შესვენებაზე მივდივარ იმისთვის, რომ შემდეგ რომ დავბრუნდე, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რა ქვია იმას ყველაფერს, რაც ჩვენ იქ ვნახეთ, კოაბიტაციის დასასრული, ბატონ დავით? ეს კოაბიტაცია, ესე იგი, ყველა კერძო უხდება ისეთი ის გამოგვივიდა, ხო? ისეთი საკაზმი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არც კოაბიტაციის დასასრული ყოფილა და არც დასაწყისი ყოფილა. ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი პარლამენტში, სადაც პარლამენტის წევრთა ერთმა ნაწილმა, ამ შემთხვევაში ორივე მხრიდან, ვერ მოთოკა ემოციები და საპარლამენტო საქმიანობის ზღვარს აშკარად გადავიდა, იმიტომ რომ პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც აი პირდაპირ ადამიანებმა ერთმანეთს რაღაცები უნდა დაარქვან, შენ ეს ხარ, შენ კიდე ასეთი ხარ, შენ კიდე ისეთი ხარ. პარლამენტში ჩვენ ადამიანებს არ ვასამართლებთ, პარლამენტში ჩვენ მოვლენებზე და ფაქტებზე ვმსჯელობთ. ჩვენ უნდა ვებრძოდოთ ბოროტებას არა იმ ადამიანებს, ვინც ბოროტებად გონია და ასე შემდეგ. ამიტომ პერსონალიზაცია და პერსონალური გარჩევები ეს არ არის პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი. ამიტომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, მე ვიტყოდი სამარცხვინომდე მისული ფაქტი, მოვლენა პარლამენტში და მე ეს ვთქვი იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც. და შეეხება კონკრეტული მონაწილეების ქმედებებისთვის, სახელების დარქმევას და ასე ვთქვათ, კუთხეში დაყენებას და შერცხვენას და ასე შემდეგ, მე ეს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. იმიტომ რომ მეორე მხრივ პარლამენტი ის ადგილია და იმიტომ გადაიცემა პირდაპირ ეთერში, რომ ყველა ამორჩეველმაც, მოქალაქემაც თავის თვალით ნახოს და შეაფასოს ესა თუ ის გამოსვლა, ესა თუ ის ქმედება, ესა თუ ის არ ვიცი. ერთი რამ ჩემთვისაც ყველასთვის უნდა იყოს გაკვეთილი, რომ სხდომის წამყვანს უნდა ქონდეს ექსკლუზიური უფლება წესრიგის დამყარებას და როგორც იწყება იქ რაღაც თვითშემოქმედებები, იმიტომ რომ როდესაც პარლამენტის ერთი წევრის გამოსვლაში დავინახე რომ აი უკვე გაცდა იმ ზღვარს რაც იყო დასაშვები, მე მას გამოურთე მიკროფონი. გასაგებია. ამ მომენტში და ამ ნაწილში ჩემთვის მოხმარება არ იყო აუცილებელი და სასურველი სხვა მხრიდან. მერე იწყება მოხმარება ვითომ წესრიგის დამყარებაში თუ რაღაც თავის ემოციის გამოხატვაში და მერე ხდება ასეთი ამბები. მაგრამ მე ვთვლი რომ ეს ინციდენტი გასულ წელს ჩაბარდა. მე ვთვლი რომ იყო პოზიტიური მოვლენა რომ უმცირესობა დაბრუნდა პარლამენტში. საგანგებო ისე როგორი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა, როდესაც თქვენ იყავით ოპოზიციაში, მაშინ ისინი საუბრობდნენ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, საუბრობდნენ თქვენ შესახებ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან სუსტი ოპოზიცია. თქვენ როგორ დაახასიათებთ ნაციონალურ მოძრაობას, როგორი ოპოზიცია? ჯამში კიდევ უფრო სუსტი ოპოზიცია გვყავს, იმიტომ რომ ოპოზიციის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მათ არ აკლიათ ინდივიდუალური კვალიფიკაცია, მათ არ აკლიათ ინფორმაცია, მათ არ აკლიათ გამოცდილება სახელმწიფო სახელმწიფო საქმეების, საერთაშორისო თემების და ამ შემდეგ, მაგრამ ოპოზიციის სიტყვას მეტი ფასი აქვს, როდესაც ეს არის ავტორიტეტული სიტყვა. მოკლედ, თუ ოპოზიციას თავად აქვს დასამალი რამე ტიპის ფინანსური თემა თუ ძალადობრივი თემა თუ გირგვლიანის თემა თუ არ ვიცი მილიონების თემა და ასე შემდეგ და როცა ამის დამალვას ცდილობს და ამის გადაფარვას ცდილობს, რა თქმა უნდა, რთულდება მის მიერ იმ დადებითი როლის შესრულება, რომელიც უნდა ასრულდებოდეს, იმიტომ რომ ოპოზიციას ყოველთვის უნდა ქონდეს
ხელისუფლებაზე მაღალი მორალური ავტორიტეტი. ეს არის ოპოზიციის ძალა, რომ ხელისუფლება, რომელიც დატვირთულია რაღაცა სახელისუფლებო თემებით, პრობლემებით და ასე შემდეგ და ყოველთვის შეიძლება ვერ არის იმდენად გულწრფელი, იმდენად ღია, იმდენად, არ ვიცი, ახლოს საზოგადოების განწყობებთან, იმიტომ რომ რაღაცეებია ოპოზიციას ეს ნაკლებად ტვირთავს და ამიტომ მორალური ავტორიტეტით ოპოზიცია უნდა იყოს მეტი. ანუ თქვენ ამბობთ რომ არა აქვს მორალური ავტორიტეტი ნაციონალურ მოძრაობას თქვენ ყოფილიყო მაღალი რბილად რომ. რადგანაც ამ თემაში შევეხეთ და ნაციონალურ მოძრაობას თქვენ ესეთი ფრაზა განაცხადეთ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. ეს თქვენ გეკუთვნით სიტყვები, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ ოპონენტად არ აღიქვამს და მათ არ აქვთ პოლიტიკური მომავალი. თქვენი შეფასებები შეიძლება ფარცხალაძესთან დაკავშირებით და თქვენ აღნიშნეთ რომ ენდობით და კმაყოფილი ხართ პრემიერის მუშაობით, მაგრამ ამ საკითხში თქვენი მოსაზრებები როგორც ჩანს არ ეთანხმება ერთმანეთს, ასეა? ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს. როცა ვამბობ რომ ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ძალად გადარჩენა და არა ის რომ თითოეული მათგანის, არ ვიცი, მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგენა, თუ კი ვინმეს პრობლემა აქვს, მათ მიერ კითხვებზე პასუხის არ გაცემა, ან ის რომ მოხარული ვარ რომ მხოლოდ ისინი არიან პარლამენტში და სხვები არ არიან პარლამენტში და ასე შემდეგ. ეს არის სულ სხვა მსჯელობა, რომელთაც საერთო არაფერი აქვს ჩემ განცხადებას. მე ვამბობ შემდეგს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვის სიამოვნებს, არ სიამოვნებს, ეს უკვე ნაკლები თემაა. თუ ლაპარაკობთ ამ ქვეყნის წინსვლაზე და სახელმწიფოს წინსვლაზე, ჩვენ უნდა დავინახოთ ერთი რამ. სახელისუფლებო პარტიები, რომლებიც ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე გაქრნენ ასპარესიდან და ეს ასე იყო კომუნისტური პარტიის დროს, ხვალი მაგიდის დროს, აღორძინების დროს, მოქალაქეთა კავშირის დროს, ამას მოყვა რა? შედეგად რა მოყვა? შედეგად მოყვა ის, რომ ძალიან მალე დავივიწყეთ რა პრობლემები ახლა ამ პოლიტიკურ ძალებს და შემდგომმა ხელისუფლებებმა დიდი წარმატებით დაიწყეს იმავე შეცდომების დაშვება, იმავე პრობლემების გამეორება და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ დიახ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, დარჩენილიყო პოლიტიკურ სცენაზე. დღეს პოლიტიკურ სცენაზე რეგისტრირებულია 300 პოლიტიკური პარტია. არჩევნებში მონაწილეობს ხოლმე დაახლოებით 3/10 პოლიტიკური პარტია. დიახ, მე ვამბობ, რომ ქართული პოლიტიკისთვის კარგი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა დარჩება მორალური ავტორიტეტი როგორც თქვენ ამბობთ. თქვენ გონიათ, რომ მე ვთვლი, რომ იმ დანარჩენ 30-დან მორალური ავტორიტეტის ის არის ბუკეტებია ყველა? ასე არ არის საქმე. მე ვლაპარაკობ იმას, რომ იმ 30-ში თუ იქნება ნაციონალური მოძრაობაც, 29, მე-17, მე-18, მე-9, მე-4 და ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა ჩემი, ეს იქნება კარგი. იმიტომ რომ კიდევ მეორე პოლიტიკური პარტიებს რო გადახედოთ ახლა ინტერფრაქციული ჯგუფი გავაკეთეთ ამას წინათ, რომელშიც არასაპარლამენტო პარტიებს ვთხოვეთ მონაწილეობა, მათაც სურვილი ჰქონდათ და ახლა დაახლოებით სადღაც 17-18 პოლიტიკური პარტია ვხდებით ერთი მაგიდის გარშემო. ამ 17-18 პარტიის ერთდროულად ამტანი და მომწონებელი ქართველი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. გასაგებია. ეს კარგია და სწორია. მაგრამ თითოეულ მათგანს ყავს ხარდამჭერი. ესე იგი რესპუბლიკელებს გვეძახიან 2%-იან თუ 1%-იან პარტიას, რომლებიც თან ვახერხებთ და ესე იგი ქვეყანას ჩვენ ჭკუაზე ვათამაშებთ. მოდი ასე იყოს და თქვათ ესე იგი ერთი წუთით. აი 2% რესპუბლიკელს უჭერს ხარს თქვათ. დიახ. იქ რაღაცა 57% უჭერს ხარს რომელიმე სხვა პარტიას. ეხლა ეს 2%-ის და 57% არასაპარლამენტოებს, რომლებიც თვლიან, რომ რესპუბლიკელები კი არა, თავად უნდა ყოფილიყვნენ აქ და მაშინ აეწყობოდა ქვეყანა. ამ ხალხს აქვს არსებობის უფლება საქართველოში. მე გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ პოლიტიკური პარტიების ლიდერების და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების. მაგრამ მათ არსებობის უფლება აქვს ამ ქვეყანაში. როგორც მოქალაქეს, მათ ხარდამჭერებს ვსაუბრობ მე და არა კონკრეტულად ამ ლიდერებს. მე ამავე რიგში ვაყენებ ნაციონალურ მოძრაობას, დიახ. გასაგებია. კარგით, მაშინ სხვა საკითხებზე გადავიდეთ, აი ქუთაისიდან პარლამენტის გადმონაცვლებაზე. გაქვთ თუ არა იმედი, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოინაცვლებს და ამისთვის საჭირო საკონსტიტუციო ხმებს მოაგროვებთ და როდის, ბატონ დავით? პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება
მოხერხდა ამ 1 წლის განმავლობაში. ძალიან სერიოზული დაბრკოლებების გადალახვის ფასად. მათ შორის იმის ფასად, რომ პარლამენტი არ არის და ვერ არის მოვლენათა ეპიცენტრში და პარლამენტი არის ხელმიუწვდომელი ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი ვისაც სურს პარლამენტში მოსვლა. ეს იწვევს მთავრობის ფუნქციონირების მნიშვნელოვნად შესუსტებას, იმიტომ რომ ყოველდღე, როდესაც ჩვენ პარლამენტის ხმა გვაქვს პარლამენტში, არ ვიცი, 7-8-9 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე ის და ელოდება მის საკითხის განხილვას, ანუ მთელი 2-3 დღით გათიშულია თავის საქმიანობით და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ იმ პრობლემებს, რაც შექმნილია. ძველი შენობის, რუსთაველზე არსებული შენობის იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ იქ მუშაობა შესაძლებელი გახდეს, გრძელდება. დამამთავრებელ ეტაპზეა სამუშაოები. ძირითადად ტექნოლოგიური საკითხებია დარჩენილი და დარბაზის მოწყობა. სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში სამუშაოები წესით უნდა დასრულდეს და ამ დროიდან გვექნება ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა და კონკრეტული პასუხები მის თაობაზე, რა რეჟიმით ვიმუშავებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ მოიპოვებთ ამ საკითხზე? თუ მოვიპოვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტშივე კონსტიტუცია შეიცვლება. კონსტიტუციის შეცვლილების ახალი მოდელის შესაბამისად, მარტში თუ დაიწყება კონსტიტუციის ცვლილება, იგი დასრულდება სექტემბერში. ყველაზე ახლოს. მაგრამ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე არის შესაძლებელი, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ჩვენი მუშაობა დედაქალაქში, თბილისში. მე დეტალებზე ახლა არ და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პარლამენტის შენობაში იმ სამშენებლო სარემონტო სამუშაოების დასრულების კვალობაზე და დასრულებისთანავე მე მოახსენებ საზოგადოებას ძალიან კონკრეტულ სქემას იმის თაობაზე, თუ როგორ გააგრძელებს პარლამენტი მუშაობას მას შემდეგ, ცხადია ეს იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებში და საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში ფუნქციონირება. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის მიღმა გასვლას, მაგრამ არც იმას ვაპირებთ, რომ ვიყოთ ნაციონალური მოძრაობის ახირების მძევალი და ამითი დავაკლოთ რამე ქვეყანას. გასაგები, ანუ ჩვენ შეიძლება უახლოეს მომავალში პარლამენტის ხმები ვიხილოთ თბილისში, მას შემდეგაც დასრულდება რემონტი, ესე ვთქვათ, პარლამენტის შენობაში თბილისში. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მithქვამს. თქვენ თქვით, რომ შესაბამის საკანონმდებლო საკონსტიტუციო ჩარჩოებში თქვენ მოძებნით რაღაც გზებს, რომ გამოსავალი იპოვოთ. ამ ყველაფერზე მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც შენობა იქნება მზად. კარგით, გასაგები შენობა მზად იმისთვის იქნება ალბათ, რომ შემდეგ გამოიყენოს პარლამენტმა ეს დანიშნულებისამებრ. ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი ხმაურიანი თემა იყო, თქვენ ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ კიდევაც, ძვირადღირებული ნივთების, ავტომანქანების შეძენა. დღეს გავიგეთ ვიცე-პრემიერმა განაცხადა იმის შესახებ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, რომ რეგულაციების სტანდარტების დამდგენი კომისია არსებობს და რომ გარკვეულწილად გაიწერება ერთგვარი სტანდარტები. როდის მიეცემა საკანონმდებლო სახე და როგორ ფიქრობთ, ბატონ დავით, სწორად გაიგო საზოგადოებამ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ ჩინოვნიკებს უკავშირდებოდა იგივე კონკრეტული ნივთების შეძენასთან დაკავშირებით? მე ყველაფერს ვერ ვადევნებ თვალს, ბუნებრივია, რაც დღევანდელი ესეთ მასირებული საინფორმაციო სივრცეში ჩდება ხოლმე, მაგრამ ბოლო ხანებში რაღაც საკითხებს რასაც შევხედე, დავინახე უპირობითად ორი კატეგორია კითხვების ამასთან დაკავშირებით. ერთი, სრულად ლეგიტიმური კითხვები, იყო ეს საჭირო დასაბუთებულია, ეს თუ როგორ არის და მეორე, როგორც მოსალოდნელია ხოლმე ასე დროს, სრულად არალეგიტიმური კითხვები, რომელიც უკვე ძალიან შორს მიდის, რომ საერთოდ საჯარო მოხელეც ადამიანია, მასაც სჭირდება ხანდახან რაღაც, არ ვიცი, სკამზე ჯდომა ხომ შეიძლება რბილი სკამი არ იყოს და ხის სკამი იდგას ახლა, როდესაც ქვეყანას უჭირს და ასე. ამაზე არ ვსაუბრობ. კითხვების სერიოზული ნაწილი უკავშირდება სერიოზულ თემებს და დიახ, შექმნილია კომისია მუშაჯგუფი, რომელიც ახლოს არის იმასთან, რომ დაადგინოს ძალიან კონკრეტული სტანდარტები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა ტიპის სამუშაო პირობები სჭირდება იმის დროს თავის საქმე კარგად გააკეთოს. ავტომობილი საჯარო მოხელისთვის არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი, ძალიან მარტივად შეგვიძლია ეს ვთქვათ. ეს უნდა იყოს მის სამსახურებრივ საჭიროებასთან დაკავშირებული საგანი. ამასობაში აქ აშკარად 20 პატარა კერა და სერიოზულ შეუსაბამობებთან გვაქვს
საქმე. რას გულისხმობთ? აი ძალიან ისე გეტყვით, არ არის ზოგადად კარგი ხოლმე რაღაც საკუთარ თავზე საუბარი და ის, მაგრამ უიძულებული ვარ, იმიტომ რომ სხვას თუ აკრიტიკებ, მაშინ რაღაცა შაბას შენ როგორ იქცევი, ხო? ამის თქმა არის აუცილებელი. მე 2-3 კვირის წინ მომიწია ერევანში გამგზავრება. დიახ. იქ ჩემს კოლეგასთან მქონდა შეხვედრა. და ეს იყო 2-3 კვირის წინ, თუ გახსოვთ, საკმაოდ კაცრი ამინდები იყო, გზებზე იყო პრობლემები. და მე არ შემრცხვენია, ავიღე ტელეფონი და დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრს და ვუთხარი, რომ ჩემი მსუბუქი ავტომობილით ამ გზების პირობებში ერევანში წასვლა იყო სახიფათო და ამიტომ მთავრობამ იქნება მოთხოვოთ ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილი, ანუ იგივე ჯიპი. და ჩავედი ერევანში და ჩამოვედი იქიდან მთავრობისგან ნათხოვარი მანქანა. გასაგებია. ანუ თქვენ ამის თქვა იმის თქმა მინდა რომ დიახ პარლამენტის თავმჯდომარესაც შესაძლოა ხანდახან მოუწიოს ისეთი ტიპის გადაადგილება, როდესაც ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილი ვერ გადაადგილდება. მაგრამ ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარეს მასში ავტოფარეხში გაჩერებული კონდეს ასეთი ჯიპი, ისეთი მერსედესი, ასეთი ვერტფრენი და ასე შემდეგ, რომ დაჭირდეს მე რა ვქნათ, ეს არ არის სწორი. ამიტომ აი შეძენილ ნივთებზე როცა საუბარი, ხო? დიახ, სახელმწიფოს ხელისუფლება სჭირდება ხანდახან გადაადგილება ხოლმე. ამიტომ თუ იქნება ერთი ადგილი, გადაადგილება შეიძლება 2013 წლის გამოშვებული ავტომანქანით, 2012-ის, 2011-ისაც, 2010-ისა და 2013-ის. მან მოვდივარ ზუსტად. ამიტომ მოდი გავარკვიოთ, ვინსა დადის და რა შეჭirdება ეს მანქანა და ის 2010 წლის მანქანა თუ ვეღარ დადის, იმიტომ რომ შეიძლება 2010 წელსაც ვეღარ დადიოდეს. მაშინ შევცვალოთ. შემდეგი ამბავია, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აღმოჩნდა ისეთი, რაც იყო დაგეგმილი, ამან ბუნებრივია გამოიწვია გარკვეული მიმართულებებით სახელმწიფო ხარჯების თუ სახელმწიფო აქტივობის შეზღუდვა, რატომ არ უნდა იყოს ეს პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით და ამ უბანზე. ამიტომ მე ვთქვი და კიდევ ამბობ, პარლამენტი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს ბოლომდე და სრულად ჩვენს საკონტროლო უფლებამოსილებას. განსაკუთრებით დეკემბრის თვის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. და რა აბედი ეწევა იმ ნივთებს, რომელიც შეძენილია მაგალითად და რომელიც შეიძლება იმ სტანდარტს არ შეესაბამებოდეს, რომელზედაც თქვენ შეთანხმდებით. იმ ნივთებს, რომლებიც გაყიდვადია, შეიძლება გაიყიდოს და ისნახა მოხმარდეს სხვა უკეთეს საქმეს. ან თუ ის ნივთი სხვას უფრო ჭირდება, ვიდრე იმას, ვინც შეიძინა გადაეცეს მას და ასე შემდეგ. გასაგებია. მე არ მაქვს ესეთი ერთი რეცეპტი, რომ ეს ასე განხორციელდეს. ამასობაში ჩვენ ამ თემაზე რაღაც სტანდარტი უნდა შევქმნათ. და სტანდარტი არ უნდა იყოს დამოკიდებული გვარებზე და სახელებზე. და მე ეს თქვი და კიდევ მეორე. აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე ავთო ბერიძე არ შეიძლება იყოს განტევების ვაცი, რომ აი მან რომ იყიდა მანქანა მაშინის პარტიიდან უნდა გაგვერიცხა, თუ კოალიციიდან თუ რაღაც ამ დონეზე გავიდა საქმე. და სხვამ თუ შეიძინა, იქ არ აუშავს. აი ეს არაუშავსები და ეს ორმაგი სტანდარტები რას უშვება ხელისუფლებას კი ვიცით. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ერთი წელი ხელისუფლებისთვის საკმარისად დიდი დროა, ესე იგი ორ ფეხზე მყარად უნდა ვიდგეთ და ესე კარგად ვიაროთ და ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ მართლები. კიდევ ერთი საკითხი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებას უკავშირდება. როგორ მოახერხა sapარლამენტო უმრავლესობამ, რომ წარდგენილი 27 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი მოიწონა და იყო გახდა მისაღები მათთვის, ბატონ დავით, 27-დან. აი ზუსტად ასე, ესაა კოალიციური ცხოვრების, ასე ვთქვათ, შუქჩდილები, იმიტომ რომ როდესაც 6 ფრაქციის 6 თავმჯდომარე უნდა შეჯერდეს კანდიდატებზე, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასეთი აცდენებიც. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც 6-დან ყველას შეიძლება ყავდა თავისი ფავორიტი 3, მაგრამ ამ ყველას ფავორიტი 3-დან ერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც აღმოჩნდა ყველას ფავორიტი. ხო, მაგრამ ბორდი დასაკომპლექტებელია, შესაბამისად საჭიროა კანდიდატები, რომელიც მოსაწონი იქნება პარლამენტისთვის. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ ამ კანდიდატებს. თქვენ ამბობთ, რომ გადავადდება, ხო? ახალი კანონი ამბობს ამას, ეს მე ვამბობ, მაგრამ საკონკურსო კომისია მაშინ რა საჭიროა მისი შექმნა, თუ კი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები პარლამენტისთვის მოსაწონი არ იქნება? რა საჭირო იყო მასი შექმნა ამ კომისიის? საკონკურსო კომისია საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტს დაეხმაროს კანდიდატურების შერჩევაში. ხო, დაეხმარა, წარადგინა ეს 27 კანდიდატი. გავიგე, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ეს პირიქით არა საქმე. პარლამენტი არ არის საკონკურსო კომისიის ან ჩემი და თქვენი დამხმარე ორგანო. პარლამენტი არის გადაწყვეტილების მიღები ორგანო. საკონკურსო კომისიამ იმუშავა
ძალიან მოკლე დროში, ძალიან ინტენსიურად და მე ვიცი რომ დღე-დაღამე მუშაობდნენ და მე წარმომიდგენია მათი გულის დაწყვეტა, მეც რომ ვიყო ერთ-ერთი 9 კომისიის წევრისგან, რომელიც სხვა შორის მე შევთავაზე პარლამენტს. მეც მექნებოდა ეს განცდა, რომ კი მარა, ჩემი შერჩეული 27-დან როგორ ვერ არჩიეთ ვინმე. მაგრამ ამასობაში ყველამ ჩვენ ტკივილებს უნდა რაღაცა წამალი მოუძებნოთ, იმიტომ რომ რას ამბობს კანონი. დავიწყოთ იმით, რომ კანონით მთელი ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 1 იანვრიდან. ჩვენ იმის გამო რომ შევხედეთ ვითარებას, გადავწიეთ ადრე და დავიწყეთ ნოემბრის დასაწყისში ბოლოდან. ახლა კანონი ამბობს რას? რომ იქნება საკონკურსო კომისია, წარმოდგენილი იქნება კანდიდატები, მერე იქნება კანდიდატებიდან შერჩევა, შერჩეულთაგან მეორე ტური, მესამე ტური და ასე შემდეგ. და თუ კიდე ღია დარჩა და შეუსებელი დარჩა კანდიდატები საბჭოს საბჭოთა წევრები, ტარდება ახალი კონკურსი. მეტიც იმ ახალი კონკურსის შემდეგაც თუ ყველა ვერ შეივსო საბჭოს საბჭოში, კანონში წერია, რომ 9-დან 7 შეირჩევა თუ არა, ის 7 იწყებს მუშაობას. 2 შერჩევა შეიძლება კიდე გაგრძელდეს. ეს არის პროცესი, რაც დაჩადებულია კანონში. თქვენ საკონკურსო კომისიის წარმომადგენლების პოზიცია ამ საკითხზე ისინი მიიჩნევენ, რომ დაასრულეს მათ მუშაობა და ერთგვარად შეურაცხყოფელიც კი ის, რომ თავიდან მოუწიოთ მათ ახალი კანდიდატების შერჩევა. მე ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, რომლებისადმი ჩემი პატივისცემა მე იმითი გამოვხატე სწორედ რომ გამოვედი პარლამენტის ტრიბუნაზე და თითოეული მათგანი შევთავაზე პარლამენტს როგორც ობიექტური, საქმისწოდნე კომპეტენტური და ასე შემდეგ რომ ვისაც ვანდეთ სწორედ ამ ხალხის შერჩევა. მე მათ ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ იმ საქმისთვის, რაც გააკეთეს. მე მესმის მათი განწყობის, მაგრამ ასევე ველი საქმისადმი საქმიან დამოკიდებულებას. და საქმისადმი საქმიან დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ასეთ საკითხებში ერთმანეთს გავებუტეთ და აი მე რადგან მომეწონა, შენ რატო აღარ მოგეწონაო, ასეთი საუბარი წავიდა, ну, მაშინ ცოტა პრობლემებთან მქონია. და რა, როგორ იქნება პრობლემის მოგვარება, თუ კი კომისია საუბრობს, რომ ჩვენ დავასრულეთ სამუშაო და დავასრულეს და დიდი მადლობა ამისთვის. ვინ ამბობს რომ ახალი შეიქმნება? ახალი კონკურსი რას ნიშნავს? ანუ ახალი კანდიდატები ხოლმე იყოს წარმოდგენილი. ეს ხალხი ამბობს, რომ ჩვენი შესარჩევია შემდგომი ხალხიცო? უკაცრავად იქ ხალხია, რომლებაც ეს კანონი დაწერეს. და ამ კანონში ძალიან ცალსახად წერია. სამეურვეო საბჭოს 2 წლის მერე რომ გამოაკლეს კაცი და შესარჩევი იყოს ვინმე. იგივე კომისიამ უნდა შეარჩიოს, ვინმე ასე კითხულობს კანონს? გასაგები, ანუ ახალი კონკურსი იქნება ესე რომ ვთქვათ, თუ კი არ მოხდება ამ საკითხის შეჯერება. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვხდი ყველას. მაგრამ ვისაც ეს საკითხები აინტერესებს და პოზიციას გამოთქვამს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და მე მოხარული ვიქნებოდი რომ ეს საქმე დამთავრებულიყო და 9 სამეურვე შეგვერჩია. მაგრამ ამასობაში ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რომ როდესაც ვამბობთ რომ მაგალითად უმცირესობის მხრიდან 2 იქნა დასახელებული, 1 ვერ იქნა დასახელებული. ამ ერთის დასახელება შეუძლია 17 წევრს პარლამენტის ხელმოწერით. და მე ესეთის მოვისმენე, რომ ეს არის ვალდებულება მათი და არა უფლება რომ წარმოადგინონ. აბა მითხარით მექანიზმი, რომლითაც 17 სხვადასხვა ადამიანი უნდა დავავალდებულოთ, რომ ერთ ადამიანზე შეთანხმდეს. არსებობს ასეთი მექანიზმი? გასაგებია. იგივე 6 პოლიტიკური ფრაქცია უმრავლესობის. უნდა დავავალდებულოთ, რომ აუცილებლად შეთანხმდით სამზე, არ გვაინტერესებს სხვა რამ. ეს რას ნიშნავს, რომ როგორ უნდა დავავალდებულო, რომ აუცილებლად შეთანხმდეს? ეს არის პროცესი, რომელშიც ერთი ეტაპი გავიარეთ. კიდევ ამბობ, ვისურვებდი მეტი ყოფილიყო, ჯერ ეს არც დასრულებულა, 3 მეურვე შეირჩა პირველი ტურიდან, 3 სუბიექტს მეორე ტურში შეუძლია დაასახელოს იგივე ხალხი, ვინც ვერ მიიღო ხმები, ან ახალი ხალხი. ამიტომ ამ კონკურსიდან ჩვენ შეიძლება მივიღოთ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 მეურვე, პროცესი გრძელდება. დარჩენილ 3 ან 6 გააჩნია რამდენი დარჩება ვაკანტური. თანამდებობაზე გამოცხადდება კონკურსი ახლიდან, შეიქმნება საკონკურსო კომისია, შეირჩევა ხალხი, მოვა პარლამენტში ეს ამბავი. ეს რთული მექანიზმი, როდესაც შევარჩიეთ, ვინც შეარჩია და ვინც შევარჩიეთ, ჩემი ჩათვლით. უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ შესაძლოა გაიწელოს. ბატონ დავით, კიდევ ერთი თემა, ვიდრე შევაჯამებდეთ წელს და თქვენს სურვილებსაც მოვისმენთ საახალწლოდ, არის მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით. რატომ მოხდა ამ საკითხის გადავადება? ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც აგვისტოში მივიღეთ გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან 1 იანვრამდე ამ ვადის გაგრძელების თაობაზე, მაშინ მქონდა ძალიან კაფეო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ძირითადად პროკურატურის წარმომადგენლებისგან მოდიოდა ეს, რომ ვერ
შეძლებდნენ 1 სექტემბრიდან ამ მექანიზმით მუშაობას, რომ 1 დეკემბრამდე ჩვენ მივიღებდით მათი მხრიდან კონკრეტულ გეგმას, სქემას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდებოდა ამ მექანიზმის ეტაპობრივი ამუშავება რეალურ ცხოვრებაში. მოვიდა დეკემბრის შუა რიცხვები და ამ გეგმის და სქემის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ვადის გადაწევის თაობაზე თხოვნა სათანადო უწყებებიდან. ახლა ეს იმის ბრალია. თქვენ განაცხადეთ, რომ ხარი დაუჭირეთ ამ გადავადებას და სხვა გზა არ ქონდათ. რას გულისხმობთ ამაში, რა სხვა გზა? აი, მაგის სხვა ვცდილობ. ეს იყო იმის ბრალი, რომ შეიცვალა პროკურატურის ხელმძღვანელობა, ახლება ვერ მოასწრეს, ველემა ვერ გააკეთეს, არ ვიცი, ფაქტია რომ არ არის მზად ეს მოდელი და ამასობაში მოვიდა განაცხადი 2 წლით გადადების თაობაზე. მე პირადად თქვი ამ თემაზეც და კიდე რამოდენიმე სხვა საკითხი იყო, რომელზეც 2 წლით გადავავადეთ ჩვენ რაღაცის ამოქმედება. და მე ვამბობ ასე და ჩემი კოლეგები ყველა ამ აზრზე ვართ. რომ 2 წლით გადავადება უკვე მიღებული გადაწყვეტილების დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს გეგმა იმის თაობაზე, რა კეთდება ამ 2 წელიწადში, რომ 2 წლის მერე ეს ამუშავდეს და რატომ არ არის შესაძლებელი ამის გაკეთება 1 წელიწადში, ან 6 თვეში, ან 4 თვეში. ეს გეგმა პროექტს არ მოყოლია. ამიტომ მე პირადად ერთი პარლამენტის წევრი დავდექი ამ არჩევანის წინაშე. ახლა რა ვქნათ? დავიწყოთ კიდევ ისე ვიცილო, რომ 2 წელი არა, მოდი 3 თვე, მოდი 5 თვე, მოდი 4 თვე და ისევ იქ აღმოჩნდეთ. თუ გავაკეთოთ ასე, რაც გავაკეთე. მე მივეცი ხმა ამ გადადებას ერთი პირობით, რომ მარტის დასაწყისამდე ან მივიღებ თავრობისგან ამ გეგმას და სქემას დასაბუთებულს. იქნებ 10 წელია საჭირო, ხო არ ვიცით ჩვენ ამ საკითხის მოსამზადებლად. ან იქნებ 3 თვეა საკმარისი. არც ეს ვიცით, იმიტომ რომ კონკრეტული არაფერი გვაქვს. და თუ ვერ მიიღებთ? ან მათგან ვიღებთ, ან ჩვენ პარლამენტი უკვე ჩვენ თავად ვაკეთებთ ამას და მარტის თვეში პარლამენტში შევდივართ ძალიან კონკრეტული სქემით და წინადადებით. რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად და პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მართლმსაჯულების სასამართლო სისტემასთან ერთად. ვაკეთებთ ამას ასეთი გრაფიკით, ასეთი სქემით. ასე რომ, ჩემთვის ეს საკითხი გადაიდო არა 2 წლით, არამედ 2 თვით. და 2 თვის თავზე მე პირადად კეთილი უნდა ვინებოდა ნებისმიერმა ჩემმა კოლეგამ, გინდა მთავრობიდან და გინდა პარლამენტიდან და მკაფიო პასუხი გავცეთ საზოგადოებას. და ვაკეთებთ ამას, თუ არ ვაკეთებთ და თუ არ ვაკეთებთ, 2 წლით კი არ უნდა გადავდოთ, მაშინ უნდა გავაუქმოთ ეს და ვთქვათ, რომ ამიტომ ეს შეუძლებელია. მაშინ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და გავაკეთოთ. ბატონ დავით, ძალიან ბევრი კითხვა გქონდა კიდევ, მაგრამ დრო იწურება, პრეზიდენტი ყავს მეორე ნაწილში, მისი პასუხებიც უნდა მოვისმენოთ, ამიტომ რო შევაჯამოთ, ესე რომ ვთქვათ, წელი. რა იყო, როგორ ფიქრობთ, მთავარი მიღწევა? თუნდაც პარლამენტის გადასახედიდან. რა იყო ერთ-ერთი შეიძლება ითქვას შეუსრულებელი პირობა, რომლის შესრულებასაც ისურვებდით მომავალ წელს და თქვენი სურვილებიც გაგვანდათ 2014 წელთან დაკავშირებით. მთავარი მიღწევა და მთავარი მოვლენა რამოდენიმე წუთის შემდეგ აი ამ სკამზე იჯდება საქართველოს ახალი პრეზიდენტი, რომლის არჩევით დასრულდა ერთი დიდი ეპოქა ამ ქვეყანაში, რომლის თაობაზე მე ჩემი წარმოდგენები მაქვს, რა იყო ეს ეპოქა. და დაიწყო მეორე ეპოქა. ამით დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს დაწყებული საპარლამენტო არჩევნები და ეს არჩევნები ერთი დღის ნაცვლად 1 წელი გაგრძელდა და გიორგი მარგველაშვილის არჩევით არა მხოლოდ მისი როგორც ამ პიროვნების, არამედ იმ სტილით და იმ ტიპის არჩევნებით, როგორც არჩევნები ჩატარდა, პასუხი გაეცა ყველაზე მთავარ კითხვას, რა შეიცვალა ქვეყანაში. ქვეყანაში დასრულდა პოლიტიკური რეპრესიების ეპოქა, ქვეყანაში დასრულდა პოლიტიკური დევნის ეპოქა და დაიწყო პოლიტიკური თავისუფლებების ეპოქა. პოლიტიკურმა თავისუფლებებმა კი უნდა მიგვიყვანოს ბიზნეს თავისუფლებამდე, შემოქმედებით თავისუფლებამდე, მედიის თავისუფლებამდე და საერთოდ იქამდე, რისთვისაც ალბათ არსებობს ადამიანი და ღმერთმა გააჩინა ადამიანი არა მონობისთვის და რეპრესიებისთვის და რა ვიცი, 1000 უბედურების, არამედ თავისუფლებისთვის. აი ეს მოხდა. რა ვერ შევასრულეთ დაპირებებიდან შევპირდით ქვეყანას, რომ ეკონომიკა გაიზრდებოდა 6%-ით, გაიზარდა 2%-ნახევრით. ეს ჩვენ შევპირდით. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა ამ ყველაფერს აქვს საკმაოდ დამაჯერებელი და ამ ახსნაში ბევრი რამა, რომელიც მთავრობის თუ ხელისუფლების კონტროლს მიღმა იყო,
მაგრამ მაშინ ცოტა კარგად უნდა გაგვიაზრებინა, რას პირდებოდით მოსახლეობას. ასეთ ტიპის დაპირებების შეუსრულებლობა ვერ აიხსნება რაღაცა ესეთი მოტივებით, როგორც ჩვენ ეს ავხსენით და ეს აღარ უნდა განმეორდეს. რას ვისურვებდი? ვისურვებდი იმას, რომ დაპირებები იყოს რეალისტური. ვისურვებდი იმას, რომ ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას მეტ ძალას და ენერგიას შევალევთ მათთან ბრძოლას, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფ ნაცმოძრაობას შევალიეთ. ანუ ამ ბრძოლამ არ მოიხმაროს ჩვენი ენერგიის, დროის, რესურსის დიდი ნაწილი და ამის გამო არ დაგვრჩეს მიუხედავი ძალიან ბევრი სხვა თემა და პრობლემა. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა და მე ამიტომ ვამბობ. მე ვისურვებდი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას როგორც მინიმუმ საპრეზიდენტო არჩევნების დონეზე. ეს იქნება ძალიან რთული ამოცანა. ადგილობრივ არჩევნებში ძალიან ბევრი ინტერესია, ბევრი მოთამაშეა, ბევრი რამ ხდება. მით უმეტეს იმ რეფორმის კვალობაზე, რომელზეც ჩვენ მივდივართ და ჩვენ მივდივართ ამ შესაძლოა ბევრმა სარისკო რეფორმათაც ჩათვალოს, აი ეს პირდაპირ არჩევნები და მთელი ამბები, მაგრამ მივდივართ და გვინდა რომ ეს რეფორმა იყოს წარმატებული. და ერთი არ შემიძლია არ განვაცხადო, თუ არ თქვა, იმითი არ ვიცი და დანანებით და თან რაღაც სიმბოლიზმია დღესაც აღნიშნე. 2013 წელს სამმა დიდმა ადამიანმა დაგვტოვა. დიახ. ჭაბუ ამირეჯიმმა, ოთარ მეღვინეთუხუცესმა და გიგა ლორთქიფალიძემ. ეს არის სამი შემოქმედი, რომლებმაც შექმნეს დათა თუთაშხია როგორც სახე. წერალმა, რეჟისორმა, მსახიობმა. და დათა თუთაშხია ეს არის ალბათ ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული გმირი, რომელიც ზოგჯერ ისტორიულ გმირად გვეჩვენება, ზოგჯერ ჩვენს თანამედროვედ გვეჩვენება. და ყველა ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, პერსონაჟი. მე ვისურვებდი, რომ ეს თუ სიმბოლოებზე ვისაუბრებთ და 2013 წელს წავიდა ეს სამივე გენიოსი, რომელმაც ეს სახე გვაჩუქა. 2014 წელს დათა თუთაშხიას გამარჯვებას ვისურვებდი ამ ქვეყანაში. სიმართლის და სამართლიანობის გამარჯვებას ვისურვებდი ამ ქვეყანაში. ორიგინალური იყო. დიდი მადლობა ბატონ დავით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს, გისურვებთ წარმატებას. რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დავბრუნდებით დაბოლოებით.